უშინ საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი ტელევიზიის შენობაში შეიჭრა. ისინი 5 წუთიან ეთერს ითხოვდნენ. მაუწყებელმა მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა დატოვეს. მათ დასაქმებულების შრომით უფლებების დასაცავად სპეციალური განცხადება გააკეთეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერი აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან დაიწყო და მოგვიანებით მაუწყებელთან გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ და ახალი მენეჯმენტის გეგმას ეწინააღმდეგებიან. აქცია მოძრაობა მწვანე მუშტი აუდიტორია 115 წევრებმა, ასევე პროფკავშირებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გამართეს. ჩვენ დღეს შევედით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში და ეს არაერთ დაყოფილა შეჭრა, როგორც ინტერპრეტაცია მიეცა უკვე. ჩვენ ფოიეში შევედით მოითხოვეთ პირდაპირ ეთერი, ჩვენ მიმართეთ ამ პირდაპირ ეთერის საშუალებით საზოგადოებას და ჩვენ ვაგრძელებთ უკვე საპროტესტო გამოსვლას. თუ კი საარჩევნო საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ექნება გადაცემები მოამბის გარდა, საინფორმაციო გამოშვების გარდა, ეს არ მხოლოდ არასწორი იქნება, არამედ უკანონობა იქნება. ამოვფრათ საერთოდ ეს კითხვები, საერთოდ საჭიროა თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი, საჭიროა თუ არა ქართული მედია დემოკრატია და საჭიროა თუ არა ზოგადად ქართული სახელმწიფოს ქონა. და მე მგონი რომ ეს არის ფუნდამენტური ფასეულობები, რის გარშემო შემოწმება. უნდა გავერთიანდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურნეო საბჭომ გახსნა კარი ყველა დაინტერესებული პირისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ კიდე ახალ მოდელზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რეფორმაზე, ოპტიმიზაციაზე, ჩაერთეთ ყველა. ეს იქნება მედია ექსპერტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. არ გვინდა ხელოვნური რაღაც ესკალაციები.